გამოცემა Associated Press-მა შეისწავლა მასალები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერის მიერ დასავლეთ აფრიკაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. კერძოდ გამოცემა წერს, რომ ვაგნერის მებრძოლები შეურაცხყოფდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს, ანაწევრებდნენ მათ სხეულებს და კვეთდნენ თავებს. ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია კასტრაციასა და კანიბალიზმზეც. გამოცემის თანახმად ამ დანაშაულების სამსახველი ვიზუალური მასალა იტვირთებოდა Telegram არხებზე, რომლებსაც სავარაუდოდ ვაგნერის მოქმედი ან ყოფილი წევრები მართავენ. Associated Press-ი წერს, რომ გასული წლის ივლისში რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულმა Telegram არხმა 3 ვიდეო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ვიდეოში 2 თეთრკანიანი მამაკაცი ფიგურირებს, მათ გვერდით კი ჩანს სავარაუდოდ ადამიანის სხეული, რომელსაც ცეცხლზე წვავენ. წარწერით ხორცი, რომელზეც ნადირობ უფრო გემრიელია. პოსტს თან ახლავს რუსული დროშის გრაფიკული გამოსახულება. These images are generating engagement. ეს ვიზუალური მასალები დიდ ინტერესს იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში კი შემოსავლის წყაროც არის. ყველაზე შოკის მომგვრელი ამაში ის არის, რომ რაც უფრო თვალსაჩინოა მსგავსი მასალები, მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს და მეტად იზრდება მსგავსი ჯგუფები. გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, მასალებში ვაგნერის გარდა ფიგურირებენ მათი თანამებრძოლები, მალის შეიარაღებული ძალების და ადგილობრივი დაჯგუფება დოზოს წარმომადგენლებიც. ერთ-ერთ ვიდეოზე მალის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმაში მყოფი მებრძოლი ამზადებს რაღაცას, რასაც სხეულის ნაწილებს უწოდებს. სხვა ვიდეოზე კაცი, რომელიც ჩაცმულია დაჯგუფება დოზოს ფორმაში, ჭრის ადამიანის სხეულს და ამბობს, რომ ღვიძლის შეჭმას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ არხების ადმინისტრატორები ანონიმურობას ინარჩუნებენ, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ისინი ვაგნერის მოქმედი ან ყოფილი წევრები არიან, რადგან ზოგიერთ მასალაზე ვაგნერის ლოგოტიპია გამოყენებული. მას შემდეგ, რაც ვაგნერი მალიში ომში ჩაერთო, გაიზარდა ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები. მათ შორისაა თავის მოკვეთა, სხეულის დანაწევრება და სხვა ტიპის სასტიკი ქმედებები. ამის შესახებ ვიცით, რადგან ისინი ფაქტების ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და სოციალურ ქსელ Telegram-ზე ათავსებდნენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალმა მიდგომებმა ისეთ სისასტიკეებს მიაღწია, როგორიც რეგიონში 10 წლეულებია არ ყოფილა. მდგომარეობა მალიში მას შემდეგ გაუარესდა, რაც გაერო სამშვიდობო მისია 2023 წელს ქვეყნიდან ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გავიდა.